რა ვქნა, აი ამის გამო მიყვარს იტალიური სამზარეულო. მისი საიდუმლო სიმარტივეში და სწორ პროდუქტებშია. პირველ რიგში მოვამზადოთ რიზოტო. დღეს ვახშმისთვის არანჩინის ვამზადებ. ბრინჯს ნელავ ხარშავ ბულიონში, რათა მიიღოს კრემოვანი ტექსტურა. ბოლოს კი ვამატებ პარმეჯანო რეჯანოს. ამ რეცეპტში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ყველი. გალბანის ყველი მზადდება იტალიის კონკრეტულ რეგიონებში, ტრადიციული წესით და სწორედ ეს აძლევს იმ ნამდვილ ავთენტურ გემოს. სწორედ ამიტომ საოცარი არომატია უკვე. თითქოს იტალიაში ვარ. ახლა კი ცოტა ხანი დავაყოვნოთ მაცივარში. ამასობაში კი მოვამზადოთ გულსართი და მოვბრაწოთ პანჩეტა. ძალიან მოსახერხებელია, რომ დაჭრაც არ სჭირდება. ჩემთვის გალბანის პროდუქტებია, რომლითაც მარტივად ვქმნი ნამდვილ იტალიურ გემოს სახლში. უკვე მობრაწულ პანჩეტას ვამატებ გახეხილ პეკორინო რომანოს, სურვილის ამებ დაჭრილ პროშუტოს და რა თქმა უნდა მასკარპონეს. ესეც კრემოვანი გულსართი მზად არის. შემდეგ კი გაგრილებული რიზოტოსგან ვამზადებ ბურთულებს და ვავსებ გულსართით. მზა ბურთულებს კი ვავლებ ფქვილში, კვერცხში და საფანელში. და ის დროა გადავიდეთ ბოლო ეტაპზე. მოვათავსოთ ბურთულები კარგად გაცხელებულ ზეთში გაოქროს ფერებამდე. შედეგად კი მივიღებთ გარედან ასეთ ხრაშუნა და შიგნიდან უფაფუკეს არანჩინის. ხო, ბოლოს არ დაგვავიწყდეს ცოტა პარმეჯანო რეჯანოც. აი ასე იქმნება დოლჩე ვიტა ჩემს სამზარეულოში.